ევროკავშირის დელეგაციის წევრებმა და კობასუბელიანმა რუსთავში, კოდასა და წინწყაროში ჩასახლებული დევნილები მოინახულეს. მათ იძულებით გადაადგილებულთა საცხოვრებელი პირობები და სახლები დაათვალიერეს. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ წინწყაროში დევნილებისთვის ორსართულიანი კერძო სახლები სახნავ სათესმიწებთან ერთად შეიძინა. დასახლებაში სულ 54 დევნილი ოჯახი ცხოვრობს. ადრე ეს ოჯახები თბილისში სხვადასხვა შენობებში თვითნებურად ცხოვრობდნენ. სხვადასხვა ალტერნატივები გვაქვს. გვაქვს აი ესეთი სოფლის ტიპის დასახლებები, ვისაც სოფელი უნდა, სოფელს აირჩევს, მიწარი და დაამუშავებენ და მოსავალს იქონიებენ. ეს სახლები შევისყიდეთ, მდგრადი სახლებია, პატარა ხელშეულება უნდა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აქ ოჯახები წლების წინ გავიდნენ აქედან საცხოვრებლად. დანარჩენები ჩავასახლეთ კომპაქტურებში, რომლებიც გარემონტებული გვაქვს, აი მაგალითად ბაკურციხეში, ნახევრად სოფლის, ნახევრად ქალაქის ტიპის დასახლებებში. 150 მილიონი ჩვენ დევნილთა განსახლების პრობლემის მოგვარებას მოვახმარეთ. დასაკვირველია საჭიროა იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საარსებო გარემო შექმნა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობას დავეხმაროთ. ფართი და ეს ყველაფერი მომწონს, კი. დახმარებაც გაგვიწიეს ფქვილი, ზეთინო, ასეთები იყვნენ, კი. და ახლა იმ ფართის შედარებით ეს უკეთესია, სახლიც მოგვეწონა, ისინი ოთახები ყველაფერი მოგვეწონა და სკოლაც მოეწონათ ბავშვებს.